ხედავ როგორ თეთრდები და სიყვარული გვიანია მაინც ვენერა შუღლიაშვილისვანიძე მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა. ის თვითნასწავლი მუსიკოსია. ლექსის წაკითხვისთანავე მუსიკა მის გონებაში იქმნება. თბილისში დაბადებული გოგონასათვის ქუთაისი მშობლიურ ქალაქად იქცა. მამის დაღუპვის შემდეგ სწორედ აქ დაიდო ბინა. 14 წლის ასაკში ობოლი გოგონა დეიდამ დააოჯახა. საბედნიეროდ, როგორც თვითონ ამბობს, კარგი მეუღლე შეხვდა. მუსიკით თავიდანვე კი ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ ჩემი ბავშვობა მძიმე იყო. აღარ დედა 37 წლის ასაკით გარდაიცვალა და მაშინ ვიყავი 11 წლის, ასე რომ მუსიკალური განათლება არ მაქვს მიღებული. მამა ჩემი იყო იმაში, რა ქვია, თარხნიშვილის, მარო თარხნიშვილის გუნდი იყო განთქმული მაშინ თელ საქართველოში. სტალინის წინაშე მღეროდნენ და მაშინ მოსკოვი იყო და ასე იყო ახლა ჩვენ ქვეყანა მოწყობილი მაშინ ჩემი პატარაობის დროს. აი ესეთი მამის შვილი და მეც ალბათ იმისი ნიჭი გამო 42 პოეტის ლექსებზე მაქვს გაკეთებული. 42. ზოგი არც მიცნობს. მიხარია ამ ხალხის გვერდში დგომა და ასეთი სიყვარულს რო გამოხატავენ ჩემთან. დიდი მადლობელი ვარ ყველასი და ქუთაისი საერთოდ. შეყვარებული ვარ ქუთაისს. ჩემი მეუღლე იყო პირველი მიაკვნე და ბოლო, რომელიც ძალიან დიდი ისა აქ, რა ქვია, ამ ბავშვების აღზრდაში კარგი ხელოსანი იყო, ნამდვილად და არაჩვეულებრივი ადამიანი. იცოდა თქმა, რომ ხელოსანს არასოდეს მოშივდებაო და მართლა ხელოსანს არასოდეს არ მოშივდება. თვითნასწავლ მუსიკოს, სადაც არ უნდა წავიდეს, გული ყოველთვის ქუთაისისკენ მოუწევს. თეთრ ხიდზე სეირნობას არაფერი ურჩევნია, ყველა დარდი ერთიანად უქრება. ვენერა ძველ ქუთაისი ხსენებს და ახლანდელს ადარებს. მიუხედავად დიდი გულის ტკივილისა, ცდილობს სევდა არ შეიმჩნიოს და საზოგადოებას ყოველთვის ღიმილიანი სახით შეხვდეს. ხედავ როგორ თეთრდებით და სიყვარული გვიანია მე ჩემი თეთრხიდი ისე მიყვარს. მოსკოვში ვიყავი და იმას ვნატრულობდი, რომ ვაიმე, როდის გადავალ ჩემ თეთრხიზე, ამოჩემობდი ძალიან მეგუნებოდა. ბჭო, რას ამოიჩემ ეს თეთრხი და თეთრხიზე სიმღერას და ლექსის დავწერე და გავაკეთე ჩემი ქალიშვილი. უკრავს და ისე მიყვარს ქუთაისი. თავის ყველაფრიანად, რა ვიცი მე, ძველი ქუთაისის, ის ქუთაისის მიყვარდა და ეს ახლებურსაც გაუმარჯოს კიდე. ახალგაზრდობა მიყვარს, ჩვენი ახალგაზრდობა კიდე ჭკვიანი ახალგაზრდობა ყავს ძალიან. მინდა რომ ჩემი რვილი ყველა კარგად იყოს, გავახარო ჩვენი ხარე ყველანაირად, მე რაც შემიძლია იმას გავაკეთებ, ჩემ შვილებსაც შეუძლია იმას გავაკეთებენ, შვილთაშვილებს და გაგრძელდეს ასე ეს ცხოვრება და იყოს მშვიდობა საქართველოში და იყოს მთელ მსოფლიოში შვილები. შუღლიაშვილის სვანიძის მიერ შექმნილ სიმღერებს მისი შთამომავლობა, მეგობრები და სრულიად უცნობი ადამიანები სიამოვნებით ასრულებენ. ირმა ქურასპედიანი მეგობრის შემოქმედებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვენერა საუკეთესო მეგობარია. ეს გენეტიკა მას მოყვება და ამიტომ მისი ოჯახური დინასტიაც ახლაც ვინც ყავს, ქალბატონ ვენერას თავისი შვილები, შვილიშვილები, ყველას აქვს აბსოლუტურად მაღალი ხარისხის მუსიკალური ნიჭი და შესაძლებლობები. მე მიხარია რომ უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობ ვენერა სვანიძესთან. ეს არის ერთი სამაგალითო ქალბატონი, ნიჭიერი, თავმდაბალი, სტუმართმოყვარე. აქ ჩვენმა მეგობრებმა სიყვარულის სახლი დააწერეს კარებს, იმიტომ რომ აქ არის მართლა დაუძინებელი მასპინძელი ქალბატონი ვენერა და მისი ოჯახის წევრები და აქ ისეთი ლამაზი საღამოების მომსწრევ ყოფილვარ, რომ მართლა ჩასაწერია, მართლა ისტორიას უნდა გადაეცეს, მართლა ვიღაცამ უნდა ნახოს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ის უთვალავი ლამაზი მელოდია რაღაცა მოხდეს, რომ წიგნად იქცეს, რომ ეს ზეპირად ვერ დაიმახსოვრებ. ამას სჭირდება ის სანოტო სისტემაში გადატანა და აუცილებლად რომ დაინტერესდეს ბევრი ცნობილი მუსიკოსი, ალბათ ჰიტები შეიძლება რომ დარჩეს საზოგადოებაში. სხვადასხვა ორგანიზაციების აქტიური წევრი. ეს არის მაგალითი ამ ხნის ასაკის ქალბატონი, როგორი мотиваცია არის თითოეული ადამიანისთვის და ყველაზე მთავარი რაც უდიდესი ტრაგედია გადატანილი ქალბატონია, რომელსაც ფუთავს
თვითონ უვლის მის ტკივილს და ის არასოდეს არ გადასცემს სხვას არა დაამწუხრებს. და ვიღინებთ ხოლმე ასე, ყოველ დღე შეიძლება 3-4 სიმღერა გავაკეთოთ ერთად. ვიდიან უბერავთ მე. თქმა იცი მთის ხალხი ვართო, გულიც მთასავით დიდია. მე შენი დიდი ქალობის მზე ჩირაღდანად მინთია. შენი გულუხვი ბუნება გზად ფიანდაზად გიგია. მსგავსი სტუმარის მოყარე მე არვინ არ გამიგია. სადაც გინდა წამიყო 85 წლის თვითნასწავლი მუსიკოსი აგრძელებს საოცარი ჰანგების შექმნას და მის გარშემო ადამიანებისთვის დღეების გალამაზებას. მე სადაც გინდა წამიყვანე ასე ვაფრეთ მე და მე